ისევ ცივი ზამთარი და შემდეგ 24 საათს გავატარებთ ღია ტენტის ქვეშ. მოამზადებ უგემრიელეს კურდღელს და მოიმარაგებ უამრავ შეშას, რომ ღამით თბილად იყოთ. ჩაუჭიქით მეგობრებო. გამარჯობა მეგობრებო, თქვენ უყურებთ BBR White-ს. პირველი შესვენება გვაქვს ახლა, მე და გეგა ვართ წამოსულები. სადღაც 2 კილომეტრი ვიარეთ ალბათ, ან მეტი. ერთი მაგდენს ან ორჯერ მაგდენს გავივლით კიდე. კარგი ადგილი რო ვიპოვოთ რა, დღეს ისევ თოვლში ვართ. საძილეტომრები და ტენტი გვაქვს მარტო წამოღებული, პატარა ტენტი, რომელიც ზურგიდან დაგვიცავს ქარის შემთხვევაში. ყინვა არის აშკარად, იმიტომ რომ თოვლის უგაყინულია. ვიდეო ხაფანგი ისევ წამოვიღე მეგობრებო დღეს და ვნახოთ, აბა დღეს თუ გამოვიჭერ რამეს, ძალიან მაინტერესებს. ახლა გზად რომ მოვდიოდით, ჯერ კიდევ სამანქანე გზაზე. ძალიან საყვარელი და ფუფულა მელა დავინახე რა. ძალიან ლამაზი იყო, აი საოცრად ლამაზი, დიდი ფუფულა კუდი ქონდა, ბოლოში ესე თეთრი ბოროტი. ხო და ჩვენ სადაც გავჩერდებით, იქიდან ალბათ 500 მეტრში მაინც დავაყენებ იმას ვიდეო ხაფანგს. ნახოთ აბა, წინაზე ძალიან გამიხარდა ის კვერნა და კურდღელი რომ დავაფიქსირე, ძალიან მესიამონა და უკვე ძალიან მაგარ მუღამში ვარ. ვიდეო ხაფანგს კიდევ დავამატებ, ვიყიდი 1-2 წელს ან 3 წელს. და სადაც წავარხომე ყველგან დავაყენებ და დიდი ხნითაც დავტოვებ, ეგეთი გეგმა მაქვს რაჭაში. რაჭაში კიდე ძალიან ბევრი დათვი და მგელია. მოკლედ მეგობრებო, ამ ვიდეოს ჩაუჯექით, ახლა გავაგრძელებ გზას, ვიყო დასვენილო. და რა ადგილსაც შევარჩევ, ბარემ იქიდან ჩაგერთვებით. აქ მეწყერი იყო ზემოთ. როდები ჩამოისერა ალბათ. ძალიან ლამაზ ადგილას ვართ. ასეთ საოცარ ხმებში ვიქნებით. აქ ამ თოლს მოვასწორებთ. ესეთ რამას დღეში დავრჩებით. არაფერი არ არის. სულ ტყეა რა, აი გარშემო სულ ტყე არის. ჩვენ ახლა იქით გავუყვებით. ავიღებ ვიდეო ხაფანგს. სატყუაროს. და დავაყენებ ბარემ. მეგობრებო, გონი კარგი ადგილია რა. ისე გავაკეთებ, რომ კამერამ აი ამ ტერიტორიას უყუროს ზუსტად. ყველას აქ დავყვი და გადავანაწილებ. ეს კაია რო ჩანს, იმიტომ რომ აღიქვაო რა სად დააყენო და როგორ იყოს. აბა ის რთული. ხო. აი აქ იყო წეღა, ხო? ხო. აბა მეგობრებო, დავაყენე. აქ სატყუარა ქათმის გურგვიზლი და ნახოთ აბა რა შეიძლება იყოს აქეთ რო გამოვიჭიროთ, თუ მოვა საერთოდ რამე. ზოგადად მეგობრებო, ამის დაყენება და მე რაღაცის გამოჭერა ყოველთვის არის გამართლებაზე, იმიტომ რომ ყოველ ჯერზე რო დააყენებ და რაღაც გამოჩნდება, ეგრეც იშვიათობა. თან ჩვენს ქვეყანაში ხო იცით, არაფერს არ ახარებენ ეს ბრაკონიერები რა. ყველაფერს კლავენ. აი რაღაცა ცოცხალი იყოს და
ეგრევე კლავენ. სამწუხაროდ შეგიძლიათ ჩამჭირდებათ. აი ეს დავარდა. სამწუხაროდ ჩვენთან კანონი არ კანონობს დრაკონიერებზე. შესაბამისად რა თორე. არის ხოლმე მომენტები რომ იჭერენ, აძარიმებენ, მაგრამ ისე ვერ კანონობს როგორც საჭიროა. ძალიან კაცრი წესები უნდა იყოს დრაკონიერებზე, აი ძალიან კაცრი. ეგენი არიან სამყაროს მტრები. აიხეტებიან ასე და ყოველუბრალოდ ხოცავენ საწყარ არსებს. აი ეგ რო არ ხდებოდეს. არის ბევრი ქვეყანა, სადაც კამერას ესე რო დატოვებენ ხოლმე ტიპები 1000 რაღაცას აფიქსირებენ რა. იქ ირემი ჩაივლიშველი, ტახი, დათვი, გელი, ყურა, მელა. ძალიან ბევრი რაღაც. ჩვენთან არ არის სამწუხაროდ ეგრე. ნახოთ აბა რა იქნება აქ. ძალიან ბევრი შველის კვალი ვნახე. პატარა თათებიც ვნახე. ხოლმე მაინც ეტყობა რომ ახალი გავლილიც იყო რა. დიდი ხნის გავლილი რო არის, მე თოვლი იმ ადგილას იწყებს დნობას. აი შენ რომ ნაფეხურები რო დატოვო, იმ ადგილას მე დნობას იწყებს. აი წავედი ახლა. საკმაოდ შორს დავაყენეთ კამერა. ბევრი ვიმართ. ავა სადაც გვაქვს. დაბანაკებულებს სადაც ვიქნებით და ჩვენგან შორს არის. დაღმართზე არის და წესით რავი თუ რაღაც ახლოს ჩაივლის სუნის თემაში უნდა მივიდეს და ჩვენი ხმა და ჩვენი სუნი დიდად არ დაახსოვს, იმიტომ მართლა შორს. აქაურობას დავტკეპნით მეგობრებო. ეს მეგობრებო, რასაც წინ ხედავთ, არის ფითრი წაქცეულ ხეზე. ფითრი ხო იცით, ხის პარაზიტი. ეს ხე ახლა მოწყვეტილია. ანადგურეს ფითრი ხე ეს, სადაც ჩათვალეთ ახლა ეს ხეც მაგან გაანადგურა. სავარაუდოდ ხო აი ამ ხის თავია, მთლიანად არის ასული. ახლა ამ ფითრის გარე ფოტებს და ფოთლებს მოვჭრი და სადაც უნდა დავწვეთ დავაფენ, იმიტომ რომ მაინც როდესაც გაშლი ისა სისველე გამოაქვს რა. აქ გვინდა სწორი ჯოხი. აი ესე ნუ დააფრთხე, გიხვეწები ყველაფერი რა. აისო უმეცი აისოს მიქონდა
აი დიდი ხმელი ხია რა მეგობრებო, თავში იყო გადამტყდარი და გამხმარი, ხო და ნახეთ რა მსიგანია. წავიდა. წაქცევის მომენტი არ გადამიღია. შეხედეთ. აი, ასე აკლია სადღაც და სტატივი არ აუშავს. კამერას დედას უტირებდა. შეშიჩეხო არის ტესტოსტერონის ბუსტი რა. ვარჯიშს უდრის ჩათვალეთ. ტესტოსტერონი კიდე კაცის უმთავრესი ჰორმონია, რომლის გამო უბრალოდ რაც მოქმედებს მერე ჩვენს ძალაზე, ჩვენს ხასიათზე, წვერზე და სულ ყველაფერზე. ტესტოსტერონს კიდე ზრდის ფიზიკური აქტივობა ვარჯიში, აი ესეთი თემები, შეშიჩეხვა, ხერხვა, სწორი კვება, კარგი ძილი, მოწესრიგებული ძილის გრაფიკი და ასე შემდეგ. რაზეც მე კაიხანი ვზრუნავ. მოიკვდარუნა თავი ობობა, ხეში იყო. ხეში გამოსაზამთრებლად. ხეთ რა რამაზია. დადი. მიდი. ეგარი. არაფერი არ უნდა მოკლათ მეგობრებო, რომ ჩვენი შექმნელები ხო არ არიან. აგიტყვა, მიყვარს არაფრის მოკლა. ნახავთ რამეს გაუშვათ და ეგ არის. იფრხნება რა, სწორები მინდა ასანთებივით. და ვაზენის ბურთულა დღეს არ მაქვს. ბულბუშელებსაც რო არ ეკიდება მარტივად წარმოიდგინე. პირველი ტენიანია ყველაფერი. რო ასანთი მეთქი. სანთებელაც ვერ იყო კარგად რა. ალბათ დაჯდებოდა მალე. ეგა დღეს რო ვალაგებდი ჩანთას. აი მაზე რომ მიწყვია სალაშქრო რაღაცები და რატომღაც ასანთისკენაც გავიხედე. ეტყობა გული მიგრძნობდა. რო არაფერი არ მქონდა. შეშაკი გვაქვს ბლომად, მაგრამ წესით მერე დამატება მოგვიწევს. დაღამებამდე ბევრს არ შევუკეთებ, ეს იყოს რომ ნაკურჩხალი დადოს. დღეს მეგობრებო, საჭმელად გვექნება კურდღელი.
შანსი არა ძალიან რო გაგჭირვებოდა, იცი დავანთებდი ცეცხლს. ერთი მაგარი მეთოდია რა, უღოთ ძალიან რთული არის რეალურად. არა, კაი მეთოდია. ან საერთოდ მაგარია. ტყუიას დავშვი და ტყუით დავანთებდი ცეცხლს. შიგნიდან ამოიღებდი იმას. ხო, ტყუის ფხნილით რა. მაგას დავყრიდი, სანთებელას ნაპრიწკალი და ეგ არის. ეს თუ არ გამოგვიგვიძა რამეს ვიზამით რა. ხო რა, რაღაცა იქნებოდა. მანქანა მართლა შორსაა, მეგობრებო, ძალიან შორს რა. რამდენიმე კილომეტრი ვიარეს და შორსაა და ახლა მანქანაში ჩახვიდე, მანქანაში ყოველთვის მაქვს ხოლმე პატარა გაზის ბალონი. რა იმ შემთხვევაში აი ჯიპით ლაშქრობის დროს უფრო მადგება ხოლმე, უცებ რო გააცხელო რაღაცა რა და იმის შორის წახვიდე, გაზის ბალონი აიღო და კიდე ამოხვიდე. დავკარგავდი დიდ დროს და შეიძლება მოსაღამოებულიყო კიდეც. ვიცით, აი ისე რა გადაგიგდო, აი ნახე რა კაი რაღაცა. დღეს ისევ კემპში არის გრეგორი ვონდერ 50 წამოსული. კარგად გავწესტავ ამ ჩანთას დიდ ლაშქრობებზე და ზუსტად ერთი თვის შემდეგ გაგიზიარეთ მე უკვე შთაბეჭდილებას რა. და ძალიან მაგარი არის. უარყოფითი არ მგონია რა მე უყოლო. აფადა რაღაცა არ მაქვს ცალკეთა ეს ღვიძლი და გული რო ცალკე შეგვიწვა, ამიტომ იყოს ზედვე. ამაზე დავსერა. ის რაღაცები აიკრა, მაგრამ არა უშავს. იწვევა მაინც. შეთაბუნებაში კიდე ჯუჭყიანი არაფერია. აჯიკა ეს სონური მარელი. ცოტა აჯიკა ეს მშრალი აჯიკაც. მე არაფერი არ უნდა. კი მაქვს რაღაც უნელების, მაგრამ იყოს ასე დავტოვოთ როგორც არის. შეშაკი გვაქვს მეგობრებო, მაგრამ ცოტას ვამატებ რა. აზღვის თემაში გამოგველია. და ის ამოწა 1-2-3. საჭმლის მომზადებამდე ფეხებს ვასვენებ. სველი არ მქონია, აი ესენი წყალს საერთოდ არ უშვებს რა. შანსი არა უბრალოდ. კეილენდის არის შეგიძლიათ კემპშიერში ნახოთ. წერან თქვი მაინტერესებს ნეტა ზემოთ რა არის თქო რა. გეკამეუნება ნეტა არ გეთქვა. ახლა მეც დამოინტერესაო და წავიდა. აჯახი აიღო და წავიდა. ადის ზემოთ რო ჩამოვა მეტყვის ზემოთ რა არის.
ძალიან კაია. ისერს მოვაჭრე, შეჭამ ისერს. დავწმე შანსია. ისო კისერი დააგემოვნე. აურა კაია. და ურბილესი. მეგობრებო, ძალიან კაი გამოვიდა. აი, ეს არის ღვიძლი, ძალიან კაია. თუ გიყვარს ზოგადად ღვიძლი ან ქათმის ღვიძლი ან საქონლის. აუ, რა წვენი გადმოვიდა. კაი გამოვიდა. მაგარი ქაფიანი ყავა მინდა გავაკეთო. წყალი სულ ბევრი რატომ მომდის? თან ეს კოზი ჩაის კოზი დიდია. აისონი მოკალათ და ფეხებს ისუფთავებს, იმშრალებს. აი ძალიან მიყვარს ცხელი უნალეთო ყავა. აი ესეთ მდგომარეობაში ამას ახლა პირდაპირ შევჭამდი. მაგრამ მე წყალს ავადუყებ, დავასხავ და გამოვა კაი ქაფიანი ცხელი ყავა. ესეთი კაი და ქაფიანი ყავა გამოვიდა. გაასწორებს ახლა გაყინავ დღეში. ვიცოდი რომ ხმაზე გამოვიდოდა. აისენ გინდა გაგასინჯო? ვერ ვისვენებ რა მეგობრებო, ეს ისე გვეკდო რა, ბევრი შეშოყობს და მგონი აღარ წინდება და მაინც გადავჭერი და დავჭიხავ. ძალიან ბევრი შეშაგო, გონი ამდენი არასდროს ხონია. თან ეს ნელა იწვის რა.
მეგობრებო, დაახლოებით 15 წუთის წინ მქონდა YouTube-ზე სტრიმი. 1 საათი რა. ტყიდან დავიჭირე როგორც იქნა კარგად ინტერნეტი და ეგრევე გავუშვი YouTube-ზე სტრიმი. ეს ადგილი დავიმახსოვრე. ხო და აი ზაფხულში დიდი დღე რო იქნება. ბევრი საქმეც რო არ გაქვს იმდენად, ცეცხლიც ხო არ გჭირდება ახლა მთელი დღის მანძილზე. ზაფხულში გავუშვებ აქედან სადღაც 3 საათიან სტრიმს რა. ძალიან მაგარი იქნება. და სტრიმში გავაკეთებ საქმეს. წინ მეგობრებო ტყე მაგარი ჩანს რა. ეს თოვლი როა და ხეებია ეს ის ჩამწკრივებული. აუ ამ ხის რამდენი ფიტრია უბრალოდ აი. გეგონება თავისივე ფოთლებიაო. ძალიან ბევრი ფიტრია გამხეს. გიგა ახლა წვება მეგობრებო. მე ცოტა ხანი ვიქნები ცეცხლთან და დავწვევი. 10 საათიც იწყება. ცეცხლანი სიარციო, გეგა მანდე ცივა? რა? ცივა მანდეთ? სიცივით ხა? რა ცივა მარა? ხო და ჩათვი და რა ცივა გინდა? შეშეკიდებულობა დარჩა წარმოიდგინეთ რა მაგრად გაგვიწრო რა. ახლა არის დარჩენილი ჩათვალეთ სადღაც 1 დღის სამყოფი მაინც იმის გათვალისწინებით თუ როგორ იწვის ეს. შვენიერი დღე იყო მეგობრებო. ბევრი შეშა შევაგროვეთ, კარგი ამინდია. ჩიტების ხმაც რო დაემატა უკვე ამ ლამაზამიც მაგან დაასწორა. ეს ადგილიც რო აღმოაჩინე. მართლა კარგი ტყეა რა, ძალიან მასიური ტყე არის. ძალიან დიდი ტყეა. ბევრი ლაშქრობის მოწყობა შეიძლება აქ და წამოარ ხოლმე სხვა დროს. ინტერნეტი რო იჭერს, ეგეც კარგია, იმიტომ რომ YouTube-ზე ლაივების გაშვებაც შემეძლება მე BBRY-ზე. მოკლედ ძალიან კარგი დღე იყო. ერთადერთი რაც დარჩა, რომ ეს კარგი დღე ბოლომდე შეკრას არის ხვალ გამთენიას რო ავდგებით და ვნახავთ ფოტოხაფანგს. ძალიან მაინტერესებს რამე თუ იქნება. ხვალ სავარაუდოდ 7:30-ისკენ ავდგებით. სახლში როგორ მე 10:30-მდე მაინც უნდა ვიყო მისული. ეგ არის მეგობრებო დავწექი. იერაღი აგერდავდე ხეზე. ამდენი თავი მიდევ მათარაზე გაჩვენებთ. არა და ბალიშები მქონდა იმაში, რა ქვია. სალაშქრო ბალიშები მანქანაში და მოვიწყდა. ცოტა ხანში დავიძინებ მირჩენია, იმიტომ რომ 7:30-ზე მოვდგე და კარგად გამოვიძინე. ხვალთან ვარჯიში მაქვს. უძილარი მისვლა არ მინდა. წინაზე კი მივედი უძილარი ორშაბათს და მე თქვი არაფრის თავი არ მექნება არ ვთქო და დარბაზში ისე გამოვცოცხლდი ისე რომ რა ვიცი და ეგრევე ბენჩზე 100 კილო გრიჯე. ეხა მაქვს 2 კვირა ძალისხმიერები და აღარად მაგრად მოქმედებს. მოკლედ მეგობრებო, ტკბილი ძილი და შევხვდებით გამთენიას. რო ავდგებით ხამე იქნება მაინც. დაისვანი. პატარა ბავშვებმა რო იციან ხოლმე მშობლის გაღვიძება. ხამე. წყალი მინდაო. წამოდგა, აი მე და ჯამი განაგავიდა და დალი, აქ დაიწყო ჩვენს უკან თოვლის ლოკვა და ქოწუხებდა რა და ავდექი გადმოუდგე ეს ჯამი. წყალის დალია და ახლა ეს საჭმენი უნდა რომ სათითაოდ ხელით მივცე. პატარა ბავშვია რა. პირველის ნახევარია და სადღაც 1 საათი ამოსვლას მხოლს წმოტონით. ამოვშვი და ესე იყოს რა ვიცი თუ უნდა ჩამოსალა თუ ორს ციო. რაღაც არ ასვენებთ. იქ და
ყურება მე არ ვიცი. ყურადღებას მიგვაქცე მაშინ არ დავიძინებ. ეს ასე მეგობრებო. შვიცაკლია 20 წუთი. დილიდან მithამაში უნდა მაგარციო. დავიზარით კამერით სანახავად. ყველაფერი ჩავალაგეთ. იქ დავტოვეთ ჩანთები. ავიღეთ კამერას და დავიშვებით. არაფერია მეგობრებო მისულა. ისევ შეაწყვია ნახეთ. არაფერია მეგობრებო გადავამოწმე. მაგრამ როგორც გითხართ, ეს ყოველთვის არის გამართლებაზე რა. რაღაცას ან დააფიქსირებ, ან არა. ამ ხელა დღეში წარმოიდგინეთ, როგორი გამართლებაა, რომ მაინც და მაინც მანდ მოვიდეს. კი რა თქმა უნდა. სატყვარად ხათმის გულღუზე და დადებული. მაგრამ მაინც არა უშავს სხვა დროს დავაყენებ. ანახეთ. ახლა აქეთ არ ვიცი კიდევ როდის ამოვარ რა. ეს დღეები აღარ მცალია. თორე ამას საერთოდ დავტოვებდი. და წარმოგიდგენთ დიდი ხანი ბევრად მეტის და ბევრად მაგარი შანსი იქნებოდა. არა უშავს მოკლედ შემდეგში ვცდი. კოდარა უკვე დილადრიან მუშაობს. ჩვენ მივყვებით ჩვენს ყვას. და პირდაპირ მანქანა ჩაგერთვით. მანქანაში ვართ მეგობრებო. უკვე კარგად გათენდა. დავაშვები ახლა სახლში. უი, ეს ნახეთ. ტაისონია ჩემს მანქანაში ვიღაც რო ჩაჯდება, აი ესე უყურებს. მოკლედ მეგობრებო, დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში, გამოიწერეთ არხი. ჩვენ კი შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. ალბათ მაგრად თქვენ უყურებთ BBR Worlds.